ხო, საკმაოდ მძიმე დღე იყო ძალსახად, თუმცა ნებისმიერი მძიმე დღის შემდეგ მოდის ახალი დღე და ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა გავითვალისწინოთ ის გაკვეთილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ გუშინდელი დღიდან. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ არ უნდა შეიქმნას გადაჭარბებული ფუჭი მოლოდინები და გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკურმა აქტორებმა, როდესაც საქმე ეხება ადამიანების ბედს, დაპირებებს და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მომავალს. გუშინდელი, მიუხედავად იმ მძიმე ღამისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ამავდროულად გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ პროტესტი არცად არ წასულა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია იყო არა მარტო ბოლო პერიოდის, არამედ საერთოდ რაც დაიწყო ეს ინტენსიური ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, შესაბამისად მუხტი არცად არ გამქრალა, ხალხი აქ არის, საზოგადოების დაკვეთა აქ არის და საჭირო არის ამ გაკვეთილების გააზრება და საჭირო არის უკვე ახალ სტრატეგიაზე ფიქრი იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ საზოგადოებამ მოახერხოს რუსულ რეჟიმთან დაპირისპირება. ეს ბრძოლა არის მძიმე, ეს ბრძოლა არის, რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვაქვს და გვექნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ არასდროს არ ჩავიქნიოთ ხელი, არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ეს ბრძოლა მანამ, სანამ საჭირო იქნება. თუ აუცილებელი იქნება ამისთვის პოლიტიკური ველის სრულიად გადაფორმატირება და გადააზრება, ესეც მოხდება. ჩვენ დავინახეთ, რომ ამჟამად პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა საზოგადოების დაკვეთაზე სათანადო პასუხის გაცემა, ამისთვის ადამიანებმა გადაიხადეს ძალიან ძვირი ფასი და ახლა უკვე ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა და როგორ მივახციოთ წარმატებას ახალ მოცემულობაში. კი ბატონო, გიორგი, დღევანდელ რო ფიქრობ თუ არა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელმა განცხადებამ აჩვენა, რომ ყველაზე მტკივნეული რაც არის ქართული ოცნებისთვის, ეს არის რუსთაველის გამზირი. და ხალხი, რომელიც იქ დგას უკვე მე რამდენი 300-ზე მეტი დღეა, ხო მოკლედ რომ ვთქვათ. იმიტომ რომ აი დღესაც იყო მუქარა, რომ აი დღესაც თუ გამოვლენ, ხვალაც თუ გამოვლენ, ამას ჩავთვლით ჩვენ როგორც მშვიდობიანი დამხობის გაგრძელებად და იქნება შესაბამისი რეაქცია. ხო, მე არ ვიცი რას როგორ ჩათვლიან ადამიანების მშვიდობიანი პროტესტი არის საქართველოს კონსტიტუციის მოცემულობა. ქართული ოცნება თავად იყენებდა მშვიდობიან პროტესტს 2012 წელს და ძალიან ტრაგიკულ, კომიკური იქნება თუ ახლა ეცდებიან ამ უფლების შეზღუდვას, თუმცა არ გამიკვირდება ნამდვილად. ოცნების პრობლემა და ოცნებისთვის პრობლემა არის არა იმდენად რუსთაველი, ათონელი ან ნებისმიერი სხვა ადგილი. მათთვის პრობლემა არის ქართველი ხალხი, ჩვენი მენტალობა, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა და მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ, რომ ქართული საზოგადოება წელში გადაეტეხათ, არ გამოზდით და ჩვენ მათ შორის გუშინაც ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ გატეხვა ქართული საზოგადოების მათ არ გამოუვიდათ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ ამ კვაზი არჩევნებზე თუ რაც არის, რომ ადამიანები არა მარტო არ მივიდნენ, არამედ ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ მისული ადამიანებიდან მილიონიანი ქალაქი არის თბილისი. ქართული ოცნების კანდიდატმა მიიღო ამის მეხუთედი ხმები. ანუ რეალურად ქართული ოცნებას მხარდამჭერები მთელი დაშინებით, კარუსელებით არის მხოლოდ და მხოლოდ მეხუთედი ჩვენი დედაქალაქის.